ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იაპონიაში ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე 6 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას, ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს. ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების ინტერესი დაიმსახურეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი ყავს 6 ქართული კომპანია სხვადასხვა ქართული პროდუქციით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართულ მეწარმეებს, აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება და გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები. იაპონიასთან კარგი და წარმატებული ურთიერთობა არაერთ სარგებლობას მოუტანს ჩვენ ქვეყანას, მით უმეტეს იაპონია არის კვების ინდუსტრიაში, ფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარი, ძალიან დაინტერესებულები არიან ახალი პროდუქტების მიმართ და ჩვენ სწორედ ესეთი ტრადიციული პროდუქტებიც აქვს და ასევე რაღაცა საინტერესო ახალი პროდუქტებიც არის წარმოდგენილი სტენდებზე და ფიქრობ, რომ ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს ფუდექსზე წელსაც. პირველად არის ჩვენი კომპანია წარმოდგენილი იაპონიაში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ პოტენციური მყიდველების პოვნას და ექსპორტის განხორციელებას იაპონიაში ამავე სეზონზე. სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩვენი კომპანია დღეს თავისი პროდუქცია წარმოდგენილი არის იაპონიაში გამოფენაზე, ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე აზიის ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენი ექსპორტის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი როლი მიუძღვის სახელმწიფოს ჩართულობას ასეთი გამოფენების